მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. მე თენგოლმანიძე გახლავართ, როგორც იცით, მაუწყებლობთ სოციალურ ქსელებში, ამიტომ მინდა ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ მაქსიმალურად გააზიარეთ ჩვენი ვიდეო, მოიწონეთ გვერდი, YouTube-ზე გააქტიურეთ ზარიზღილა კი, ეს ჩვენ დაგვეხმარება ძალიან, რომ ჩვენი აუდიტორია გავზარდოთ, უფრო დიდი მასშტაბი მოვიცვათ და რა თქმა უნდა, ჩვენი გულწრფელი მაყურებლის იმედი ამ ყველაფერში გვაქვს. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ქართული დასის ლიდერი ბატონი ჯონდი ბაღათურია და მასთან ერთად გავივლით იმ მნიშვნელოვან თემებს, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. მოგესალმებით ბატონო ჯონდი, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი პრემიერის ღია წერილით, რომელიც დონალდ ტრამპის და ჯეიდი ვენსის სახელზე გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძემ. ზოგადად მინდა შეფასება გთხოვოთ ამ წერილს, მოდი ჩინაარსის, რამდენად არის თქვენი აზრით დასაბუთებული ის პოზიციები, რაც არის გამოხატული, მართლაც ჩვენ სხვა შორის აი ერთი თვის წინ ქონდა დაახლოებით ამ თუ რა 3 კვირის წინ ქონდა ამაზე ერთ-ერთ გადაცემაში საუბარი ჩვენ სტუდიაში, რომ მართლაც აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეერთებულ შტატებს არ უხსენებია საერთოდ საქართველოს. ცოტა არ იყოს აუხსნელი არის, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია, რითიც შეიძლება ეს აუხსნათ, მაგრამ სხვა მხრივ აი რა იხსნება, ხა გასაგებია რომ შეიძლება არ ვართ ნომერ პირველი პრიორიტეტი ამერიკისთვის, მაგრამ რაღაცა ნომერ მე-20, ნომერ 30 რაღაც პრიორიტეტებში ხო ვართ. რანაირად შეიძლება რომ სოფლიოს ყველა წერტილს შეეხნენ, ყველაფერზე საუბრობენ და აი კავკასია, საქართველოს არც ერთხელ მართლაც არ უხსენებიათ. რას უნდა ნიშნავდეს თქვენი აზრით ეს ყველაფერი? ჯერთი წერილით დავიწყოთ, რომ წერილით როცა წერილის ასე ღია წერილის გამოქვეყნება ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები ჩიხშია შესული. და ამის დემონსტრირება ხდება. ეხლა ეს კობახიძეს შემთხვევით დაემართო, ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ საკმაოდ წინდახედული აი ამას შეგიძლიათ დემონსტრირება ვის თვალში? ეს იყო ჩვენი შიდა აუდიტორიისთვის გათვლილი წერილი, თუ რა ვიცი ხა თუ მართლაც საერთაშორისო ასპარეზზე იყო გათვლილი ამისათვის საელჩო გვაქვს, სამინისტრო გვაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აი პრემიერი ღია წერილით მიმართავს სხვა ქვეყნის ლიდერს, მართლა ძალიან უცნაურია. იცი რა, ამ წერილში ჩანს, რომ ეს სხვა ინსტრუმენტები როცა მოიწურა საელჩოს და დახურული არხებით, მერე დაიდო ეს წერილი. შიდა მოხმარებისთვის პრემიერის წერილი, ღია წერილი ვერ იქნება ვერასდროს, იმიტომ რომ გარე მოხმარებას კითხულობს ამას. ხო და აი მე რატო ვთქვი, რომ ეს ახლა წინდახედული კაცია თქვა, ანუ როგორ ჩანს პრემიერ-მინისტრს დასჭირდა, რომ ამის დემონსტრირება მოხდეს. რაში დასჭირდა ეს ვარაუდების დონეზე არ მინდა რომ ვისაუბრო და რაღაცაში დასჭირდათ, როგორ ჩანს, რომ ამის დემონსტრირება მოხდარიყო, რომ ურთიერთობები არის ჩიხში შესული. ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც დასჭირდა ამის დემონსტრირება. რაც შეეხება მეორე მხარეს, შეერთებული შტატები რატო არ გვახსენებთ? თუ გახსოვთ, თქვენ ჯერ კიდე ბაიდენი იყო, ჩვენ აქ ამ სტუდიაში, ამ გადაცემაში, მე ვამბობდი, რომ ამერიკელების აქ საქართველოსთან გასასვლელად ემზადებიან. და ამის ნაწილია ეს. ამიტომ აღარ ახსენებენ. ამერიკელები გადიან რეგიონში მათი იმ დოზით ყოფნა, რადოსითაც მათ წარსულში, რადოსითაც იყვნენ და წარსულში ჰქონდათ სურვილი, ნუ მათი ინტერესში აღარ შედის, ან ვეღარ შედის. თქვენ გაიხსენეთ ტრამპის სიტყვები, საქართველოს არ ახსოვს ამას ვერ იტყვი, იმიტომ რომ ახსენა საქართველოს. 2008 წლის კონტექსტში ახსენა? ხო, 2008 წელს წაიღესო. უკვე ჩაგვაბარა ესე იგი. კი, ანუ ხო, ტრამპმა ხელი დაიბანა და თქვა, რომ საქართველოს უკვე რუსების არის და ეს ჩემი ბრალი არა, ობამას ბრალია, ობამას დროს წაიღესო. თქვენ ხო გახსოვთ ეს თქვენ შეგვიძლია ამოვიყოთ. ყირიმი და კავკასია ახსენა ერთხელ. ხო, ყირიმი და საქართველოს ახსენა, კავკასია საქართველოს პირდაპირ თქვა, რომ ეს წაიღესო ობამას დროს. ნუ ძალიან გასაგებია, რომ დღევანდელ ადმინისტრაციას ამაზე ხელი აქვს ჩექნებული. თუმცა წინა ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან ებღაუჭებოდა, თუნდაც იგივე უკრაინას, წინა ადმინისტრაციას იძლეოდა იმ სიგნალებს, იმ სიმპტომებს, რომ საქართველოსთან ისინი გადიოდნენ. თუნდაც ესეთი გულ გითხრათ, დაუხვეწავი, ნაჯახისებრი დიპლომატია
ანუ ანტიდიპლომატია საქართველოსთან ურთიერთობაში და ესეთი აგრესიული შეტევა ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოსთან ასე იგი კი, რა თქმა უნდა, აბა ასეთი ტონით საუბარი, როგორც კელდეგნანი ბოლო პერიოდი და მე ახლა ეს ახალი ელჩი კიდე ელაპარაკებოდნენ ქართულ ხალხს, ასე მესმის ახლა იმპერიალისტები არიან, მაგრამ ყველგან მოხდება რაღაცის მოზუმა და რაღაც ხალხის ანგარიშის გაწევა. ამიტომ ეს მდგომარეობაა და აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ პასუხები. აი გასულას რაც შეეხება ამერიკის კავკასიიდან, პრინციპში ეხა ადრე თუ გვიან რომ საქართველოს ასე ვთქვათ, საგარეო ვექტორის კუთხით რაღაც კორექტირებას ეს ჩვენი კურსი განიცდის, ეს ცხადი არის, ეს რაღაც რუკაზე ხატია, ხო, პირდაპირ ეხა რა რეგიონში ვართ და რას ვებღაუჭებით და რაღაც გეოგრაფია, პირველი, მეორე კლასის გეოგრაფია თუ ვინმეს ახსოვს, ამას აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენ საგარეო ვექტორებში. ამდენად ის, რომ დასავლური გავლენები ადრე თუ გვიან ელნელა და ამერიკული გავლენები უნდა შესუსტდეს ამ ქვეყანაში, ცხადია, მაგრამ აი გასვლის ფორმა არის ალბათ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. კარგი, ამერიკა გადის რეგიონიდან, ნუ საქართველოსთან, მაგრამ აი რა ფორმით მოხდება ეს? ეს მოხდება ძალადობრივი ფორმით თუ ეს მოხდება რაღაც პუტინ, ტრამპის შეთანხმების შედეგად მშვიდობიანი ფორმით, ალბათ ეს უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად საინტერესო. აი თქვენ რა ვერსიები გექნებათ აქ? აქ ჩვენ გავყოთ დასავლეთი ორ ნაწილად, შეერთებული შტატები, ანუ ტრამპის ადმინისტრაცია და დიპ სტეიტი და ევროკავშირი, რომელიც გვერდზვის და მე მინდა ევროკავშირზეც ვილაპარაკო, ძალიან ცუდ თავებს გვიმარხავს ურსულა ფონ დერ ლაიენი რკინის ქალამნები ჩაიცვა ფეხზე, რკინის ჯოხი ხელში დაიკავა და როგორც კუდიანი დედაბერი დადის და ცდილობს საქართველოს როგორც შუა დერეფნის ფუნქციის ნეიტრალიზაციას და პრინციპში საქართველოს თამაშგარეთ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში თამაშგარეთ დატოვებას. თუმცა ეს მადლობა ჯერჯერობით ღვთისმსხალობით არ გამოდის, მაგრამ მას ქვევით ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ტრამპს, ტრამპისთვის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ეს არის ზემეთი თავისტკიველი. ეს არის ასეთი ტერმინი ხმარეს პირველი შეხვედრის დროს საუდის არაბეთში, როცა რუსები და ამერიკელები ერთმანეთს შეხვდნენ, რომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ანალიზს აკეთებენ, რომ ზედმეტი გამაღიზიანებლები იქნეს ნეიტრალიზებული ურთიერთობებში გამაღიზიანებლები. ერთ-ერთი ისეთი გამაღიზიანებელი, რომელსაც არასდროს ვერ დაუთმობს რუსეთი, ეს არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. საქართველოს რუსეთის უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე უკრაინას. საქართველოში რომ ომი არ მიმდინარეობს, ეს ღვთისმსხალობაა და ვაფასებ და მუდმივად დაუფასებს, ალბათ ისტორიას დაუფასებს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პირველ რიგში ივანიშვილის დამსახურება, ქართული საზოგადოების ასევე კონსოლიდაციის დამსახურება, მაგრამ მაინც მეთაურია, რომ ჩვენ ამ ომში არ ვიმყოფებით. თუ აქ უარესი შეიძლება და მოხდარიყო. ანუ ტრამპმა იცის, რომ საქართველო მისთვის თავისტკივილია. აქ და რუსეთთან ურთიერთობების ხელის შემშლელია და ტრამპს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. დიდ სახელმწიფოებს უფრო დიდი პრობლემები და უფრო რთულად აგვარებენ ამ პრობლემებს. შეერთებული შტატები ეკონომიკა არის კოლაფსის წინაშე. შეიძლება შეერთებულმა შტატებმა დეფოლტი განიცადოს. 26 ტრილიონს გადააჭარბა შეერთებული შტატების ვალმა. ისინი უკვე პროცენტი აი ბანკის ვალიოგა პროცენტებს ხო ეხტია რა? ანუ ვალის მომსახურება 1 ტრილიონამდე ავიდა. ეს არის ახალი ბიუჯეტი თავდაცვის სამინისტროსი, რომელიც გაიზარდა. ეკონომიკა პრაქტიკულად არ აქვს, რეალური ეკონომიკა არ აქვს. ქაღალდის ეკონომიკა აქვს, ეს ბირჟის სპეკულანტები, პირდაპირ გაგებით ბირჟის სპეკულაციები, აქციების ფასის დავარდა, აიწიაზე, აი ტრაიტალერანი რო ბირჟის სპეკულაციას ეწეოდა, როტშილდები რო ეწეოდნენ ბირჟის სპეკულაციას. აი იგივე ამ პირველი მსოფლიო ომის დროს ზუსტად ეს არა რეალური ეკონომიკა, რომელიც რაღაც წარმოება. მრეწველობა, აი ამერიკული ბრენდები
ამერიკაში აღარ აწარმოებენ, აღმოჩნდა ამერიკული ბრენდი ქვია სახელად, მაგრამ ჩინეთშია წარმოებები გადატანილი, მექსიკაშია დიდი ნაწილი გადატანილი, ვიეტნამშია გადატანილი, რატომ? ნუ კაპიტალისტი არის კაპიტალის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპია, რომ მაქსიმალურად დიდი მოგება უნდა ნახოს. ჩინეთში და ვიეტნამში, იგივე მექსიკაში არის ძალიან იაფასიანი მუშახელი. ეს ძალიან აიაფებს პროდუქციის თვითღიარებულებას. პლუს ამას ჩინეთმაც, ვიეტნამაც და ასე ვთქვა, იგივე ტაივანმა, სინგაპურმა და ასეთმა ქვეყნებმა, კორეამ, სამხრეთ კორეამ შეუქმნა ძალიან ესეთი იდეალური ნოყიერი ნიადაგი, მომგებიანი საგადასახადო სისტემა და ამით მიიზრდა ამერიკული კაპიტალი. თავის დროზე ეს იყო ნიქსონის და კისინჯერის იდეა, რომ ჩინეთი გაეძლიერებიათ რუსეთის მაშინდელი საბჭოთა ხოს საპირისპიროდ ისარგებლეს ამ დაპირისპირებით, მაგრამ ნუ დაუგებ მახეს სხვას გაემებით ესე იმ ხაფანგში ახლა გახვეული შეერთებული შტატები რახაფანგის საბჭოთა კავშირის დაუგო რეალურად ჩინეთის სახით. ანუ ეს ეკონომიკა არა აქვს. ამიტომ აი ტარიფების ომი რაც ახლა ტრამპმა გამოაცხადა, ეს არის ცდელობა მისი მრეწველობა ამერიკული ბრენდები დაიბრუნოს. გასაგები, ანუ თუ კი გაუძვირებს მათ ამერიკაში შემოსატან ტარიფებს, ისინი უფრო იაფი დაუჯდებათ, ისე რომ გამოიტანონ ეს აღმოება ხო ისევ დაბრუნდეს, იგივე ახლა Mercedes-ის სათავო ოფისი სად არის თუ ისე. რამდენად ის გერმანიაში უნდა იყოს. ჩინეთში გადაინაცვლა Mercedes-ის სათავო ოფისმა და Audi-ის სათავო ოფისებმა. თუმცა ამას მაგალითად იგივე ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ზრუნდუნებით ამას ასე იგი როგორ ვთქვათ, ამ ხაფანგს უგებდა გაერთიანებულ ევროპას რუსეთის ხელით, ოღონდ ფიქრობდნენ რომ ამერიკაში გადაინაცვლებს და გადაინაცვლა ჩინეთში. ნაწილი გადავიდა, სხვადასხვა Siemens-ი გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო. აი ეს მდგომარეობაა. ამიტომ ესენი ახლა ცდილობენ როგორ რუსეთის პრობლემა უნდა მოაგვაროს. რუსეთთან გამაღიზახდა, წარმოიდგინეთ რუსეთთან რომ პრობლემა დაალაგდეს შეერთებული შტატების. რუსეთი არის ულევი წყარო ნებისმიერ გინდა იშვიათი მეტალების რაღაცებზე რომ ევაჭრება ჩინეთს და უკრაინას და ყველაფერია რუსეთში. მთელი მენდელევის ტაბულაა. და ამაზე როგორ ჩანს ღვინდადის მათ შორის ისის მილიარდელი ვიტკოფ ბიზნესმენი, ის ბიზნესის ტრამპს თვაკვირს უფულზე ლაპარაკობს. ისე ბიზნესი 80 წლის არის, თელი ცხოვრება ფულს აკეთებს კაცი. ამ პარადიგმაში ცხოვრობს. გამიგე? ხეირი ხო? აი მორდეხაი რო ამბობს, ჭაბუა რო ათქმევენ ეს ახალგაზრდობის გავატარე, ფული და საშუალო. ესი აქვს ამ კაცს 80 წელი ნაცხოვრები. ხო, მაგრამ ეს რამდენად ნორმალურია ბატონო ჯონდი, იმიტომ რომ აი მაგალითად მაგაზრონების შედეგია ეხლა რომ შეერთებულმა შტატებმა ტრამპმა გამოაცხადა რომ ყველანაირ სანქციას მოუხსნის სირიას. იმის გამო რომ სავარაუდოდ იმის გამო რომ ორი დღით ადრე სირიის სამახალმა ლიდერმა თქვა რომ ჩვენ მზად ვართო შტატებთან იგივე გარიგება დავდოთო დაახლოებით იგივე ტიპის გარიგება რაც დადო უკრაინამ და მზად ვართ ბევრ ამაზე შევთანხმდეთ შტატებს სანქციების მოხსნის სანაცვლოდო ტრამპაც კი ბატონო დაინახა სარფიანი გარიგების შესაძლებლობა და გადაწყვიტა რომ მოხსნას სანქციები, მაგრამ ასეთი ტიპის საკითხები ხო არ შეიძლება წყდებოდეს მხოლოდ აი ამ ბიზნესის კუთხით, მხოლოდ ფულის მოგების შოვნის კუთხით. თუ კი ამერიკას რეალურად სურს რომ მან შეინარჩუნოს მსოფლიოში ჰეგემონია და ეს არის მისი მიზანი, ის უნდა პოზიციონირებდეს როგორც არ ვიცი რაღაც უფლება დამცველი მაგალითად ეხლა. ხო, ნუ რაღაც ფორმით მაინც გასაგებია რომ ეს არ შეიძლება, ეს არ არის საჯარო პოლიტიკაში წამყვანი ფორმა, მაგრამ ეხლა ადამიანი რეჟიმი რომელიც ორი თვის წინ პირდაპირ ეთერში ათასობით ალავით ქუჩაში ხრეტდა ეხლა დღეს იმას ხელს არ თმევდა უხსნის სანქციებს იმიტომ რომ მოგებას ვნახულობ მე ამით ხო ანუ გრძელვადიანად ეს არ იქნება ამერიკის იმიჯისთვის მისი ჰეგემონისთვის ამაზიანებელი სინამდვილეში თენგო ინტერესები მართავდნენ ყოველთვის ამ წუთის სოფელს ამ სოფლიოს და ყოველთვის ასე იყო ხეირის მიხედვით იმართებოდა ეს ყველაფერი უბრალოდ ბაიდენის ან წინა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციები თვალთმაგცობდნენ მიღბავდნენ და ხო ამას და რაღაც და ტრამპი არ თვალთმაგცობს და ახლა თქვენ პირდაპირ ითხოვთ ტრამპისგან თვალთმაგცობას და მოვატყუოსო მე ვითხოვ სამართლიან იცი რა გამახსენდა ახლა 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებას სააკაშვილის ხელისუფლებას იქიდან ძალიან დიდი ნაკადი მიიღეთ ყოველებზე მისასვლელი პირი არ ქონდა ხალხს ეს ხალხი პირდაპირ ასე ბარგი ბარხანი ქუჩებში იდგა და ჩვენ დავდიოდით ხალხთან
მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და ანუ ხალხის განთავსებას ჩვენ ვაკეთებდით. მე ვითხოვდით ხომ მთავრობისგან აი ეს მომეცეს გამითავისუფლე და სხვათა აი უნდა თქვა ღმერთმა შეიწყავს ფრიდონ თოდუასული ძალიან მეხმარებოდა რა. ბევრს სამედიცინო დახმარება ჭირდებოდა და თავის კერძო კლინიკაში უსირცხილოდ უგზავნით და ერთი არ დაუწუწუნია ეს სულ იღებდა ეხმარებოდა უკაპიკი არავისთვის არ გამოურთმევია. და ერთხელ მივედი და გადაღლილი ვარ და თან ახლა ნუ რა კალხასიაზე როგორ უნდა ვიყო დავკარგეთ 200 სოფელი კოდორი დავკარგეთ ახალგორი დავკარგეთ და ნუ რაღაცაზე ვიქნები და ეთყობა ეს დააღლა და ეს ნაირად სახეზე მაგ აღმოჩნილი და რომ მივედი აი კანდელაგზე მელოდებოდნენ დევნილები რა სახე გაქვს ბატონო ჯონდივი ერთი დევნილი მეუბნება რამე ცუდი არ გითხრაო და ხელს მიჭერს ეს და მოგვატყუეო მითხრა მიხვდი კაცი დაიზაფრა რომ იფიქრა რომ რაღაცა კიდე ცუდი მოხდა ხო და ხალხს არ უთხოვ მოგვატყუეო რამე მე ვთქვა არა რაღა უფრო უარესი რა უნდა იყოს მე ეგ არის აღლილი მომენტი და ამაზე ეგ მაქვს ეთყობა მეთქი რა ხო და რატო გამახსენდა ახლა ეს ну აი არის ადამიანი რომ ესეთის მოსმენა ურჩევნია რა რაღაც ეს ტყუილის მაგრამ სიმართლე ზოგჯერ წარია მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწრო ეს არის სიმართლე ასეთია დღეს ნამდვილი სიმართლე უნდა ნახევარ სიმართლე არ უნდა იყოს ეს არის ჩემთვის ამ შემთხვევაში პრობლემა თუ სიმართლეს ლაპარაკს აპირებს ამერიკის ადმინისტრაცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ილაპარაკონ ბოლომდე სიმართლე ამას არაფერი ჯობია გვითხრან პირდაპირ რომ აი ქართველებო ამდენი უკრაინის მაგალითიც რო გაქვთ წინ მაგრამ აინც რო დარბიან ახლა თქვენ ქუჩებში ადამიანები რომლებიც ნატოს გაიძახიან არა გაქვთ მაგისი შანსი არავინ არ აპირებს თქვენს მიღებას ნატოში ღიად გვითხრან ესეთი ტექსტები ეს ხო თქვენს ну ფაქტია რომ ახლა ჩვენთან ეს ილუზია არსებობს კიდე და თუ ესე პირდაპირ არ გამოვიდა ტრამპი და არ გითხრათ რომ დაივისხეთ ეგ ნატო არ გიღებთ მან ფაქტია რომ მუშაობს მაინც ხო ნახეთ ექიპთან რომ ნახეთ ადამიანის ორი კატეგორიაა ერთი რაღაც რო აწუხეს მიდის ექიპთან და ექიმეულმა რომ ასია ერთ-ერთი თვე არ უნდა დალიო რაღაცა მე ეს უნდა იმკურნო რომ არასასიამოვნო ინფორმაციას იღებს და მეორე ნაწილი არის უმეტესობას ურჩევნია უთქვა მაგ ერთი 100 გრამი დალე გაგიყურჩდება და გაივლის რა ექიმ არ არის ისე ხო ნარკომანის აი ეს ხალხი ახლა ერთი 10 ჯერ თუ 20 ჯერ და 30 ჯერ არა ტრამპიზმისგან და მისი ადმინისტრაციისგან მე მოვისმენე რომ ნატოში შესვლა არც კი განიხილება უკრაინის და ეს ომი სწორედ იმიტომ დაიწყო რომ ნატოში შესვლას პროვოცირებდა ბაიდენი ეს გასაგებად თქვა ეს ევროპელებმაც კი თქვეს აი მაგალითად პოლონეთმა ძალიან გასაგებად თქვა და გერმანმა თქვა გუშინ ძალიან გასაგებად თქვა მაგრამ ისიც თქვა რომ შეუძლებელია მისცე ის რაც აღარ გაქვს აღარ მაქვს ამდენი არაღიო მაგრამ ჩვენია თუ ჯერდიანებისთვის ეგ ეთყობა მნიშვნელოვანი ამბავია აბა რატო გავიხსენე უკრაინა მე ესეთი პოზიციას მოვისმინე აი მაგაზე საჯარო სოციალურ ქსელში რომ მქონდა საუბარი მაგალითად რომ ხო თქვა მეთქი უკრაინაზე და ხო გასაგებია რომ ეხა უკრაინასაც ამბობ ჩვენც ხო იქვე ვარ არაო არ გეთანხმებიან არა საქართველოზე ეგეთი რამე კონკრეტულად საქართველოზე როდის უთქვამს ეგეთი რამე ეხა უკრაინა შეიძლება სხვა მოვლენა საქართველოსთან დაკავშირებით ეგ საკითხი არის ანუ მაინც ჯერათ რომ ჩვენ ნატოში მივდივართ და უნდა მივდიოდეთ ნატოში აი ესეთი რწმენა აქვთ და ეხა აი რატო გავიხსენე ნარკომანის და ლოთის მაგალითი აი ეს ამდღა ერთუჯრედიანის იმიტომ ერთუჯრედიანი რომ ასე პრიმიტივი რა არის ერთუჯრედიანი რის სინონიმია რომ პრიმიტივია ხო მართლა ერთუჯრედი ხო არა აქვს შეიძლება უჯრედები ჩვენზე მეტი კონდეს ხო ლაპარაკი არის რომ ის პრიმიტიულად აზროვნებს და მან პრიმიტიულად ამას პრიმიტიული აზროვნება ურჩევნიათ აი ბერნარ შოუს აქვს ნათქვამი რომ სულელს თავისი სულელი ეძვირფასებაო და ამას არ გაგითხრა შეგაკლავს თან სისულელისთვის ძალიან აი ზუსტად არის ხო იმიტომ ამათ ეს სისულელი ეძვირფასება და ასეთ იმაში ნირვანაში ყოფნა ურჩევნიათ ამ პარადიგმაში ყოფნა ურჩევნიათ ვიდრე რეალობას თვალი გაუსწრონო და რაღაცა და მარტო ეს პრიმიტიული 200-300 კაცია ქუჩაში რომ დადის ძალიან ბევრი არის რომელიც პოლიტიკოსები არ უსწორებენ თვალს სინამდვილეს და ჩვენ ძალიან ვაგვიანებთ როგორ გითხრათ რა აი გადაჯგუფებას ეძახიან ხო რაღაცა რომ გადავალაგოთ
თემები და გადავერთოთ სერიოზულ თემებზე. ახლა მე ურსულა ფონ დერ ლაიენი გავიცე. ურსულა მთელი ევროკავშირი ცდილობს, რომ საქართველოს დაკარგოს გეოპოლიტიკური ფუნქცია. ეჩალიჩებიან მაპატიეთის გამოკვლევის აზერბაიჯანს და სომხეთს, რომ სომხეთის გავლის გაიჭრას გზა აზერბაიჯანი და თურქეთზე, აზერბაიჯანს ძალიან აწყობს. პრაქტიკულად სომხეთი ტისკში იქცევა, სომხეთსაც აწყობს, იმიტომ რომ სომხეთი შეიძენს იმ შუადერე ხო, რაც ჩვენ უნდა შევიძინოთ და მე თურქეთის გავლით. ეხლა ეს ფლად კეთილმეზობლური ნაბიჯი აზერბაიჯანის მხრიდან არ არის, მაგრამ მას ვერ დავადანაშაულებთ ეხლა ვერც პრობაში, იმიტომ რომ მას პოლიტიკური მიზნები აქვს სომხეთთან მიმართებაში, თურქეთთან დაკავშირება სჭირდება თურქეთს. ეს არის ზანგეზურის მონაკვეთზე არის საუბარი. კი ბატონო, ხო, აქ ჩვენი სიტუაციური მოკავშირე არის ირანი. რომელიც ამ პროექტის რომელსაც ხო, იმიტომ რომ არ უნდა აზერბაიჯანის ასეთი დაკავშირება ნახჭევანთან, იმიტომ რომ ნახჭევანი მე ესაზღვრება ირანის აზერბაიჯანს. რომლის აჯანყება უნდათ ებრაელებს კი ისრაელს. ებრაელის არის თუ უნდა შეიძლება ისრაელს ეს აღირებული, აკიატებული იდეა აქვს. ამას არ შორდება. სხვათა შორის ეხლა ჩამოდიოდა ნეთანიახუ, აი ამ ფონზე ჩამოდიოდა აზერბაიჯანში და თურქეთმა არ შეუშვა. დაუკეტა თურქეთმა მე ახლა ნახეთ რატო კეთდება ცუდი ანალიტიკა კეთდება ჩვენთან რა. ჯერტი თურქულ მედიას ცალკე უნდა ეჯდეს და აზერბაიჯანულ მედიას ცალკე ანალიტიკოსები და ამას უნდა ჩვენ კალენ კარგად ვკითხულობთ. უარყო თურქეთმა ეს. ანუ ტყუილი ინფორმაციაა. ხო, მე თითქოს იყო ინფორმაცია, არა ჩვენ არ ჩაგვიკეტავს არანაირად. თურქეთსა და ისრაელს შორის შეტაკება მოხდა. საჰაერო სივრცეში და ერთმანეთთან ჩამოუგდეს. სირიის საჰაერო სივრცეში. ინტელექტუალური შეცდომა იყო თურქებისთვისაც და ებრაელებისთვისაც მათ შორის შუაში ბუფერული ასადის ხელისუფლების ნეიტრალიზაცია და პირისპირ შეეჯახდნენ ერთმანეთს. და ასადის ხელისუფლებას შუა ბუფერად ყოფნა საშუალებას აძლევდა თურქეთის ძალიან ძლიერ და გამოცდილ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, რომ რიტორიკის დონეზე ვერბალურად კაცრი სიტყვები და დაედანაშაულებია ასე იგი მუსლიმური მოსახლეობის ხოცვაში და ასე შემდეგ, თუმცა კულისებში ევაჭრა აზერბაიჯანული ნავთობით, რომელიც საქართველოს გავლით შედის თურქეთში და მერე ძირითადი მიწოდებელი ნავთობის და ენერგომატარებლების სწორედ თურქეთია ისრაელისთვის. გასაგებად აწყობილი ქონდათ სამხედა რატომ გადაეკიდე ზოგჯერ არ ვაი ძლიერი ლიდერებიც კი უშვებენ ასეთ მნიშვნელოვან შეცდომას. ეხლა ეს შუაში ასადის რეჟიმი აღარ აყავდა მოხდა გინდა არ გინდა ძნელია ჩემო კარგო ეხლა იმ ძალების კონტროლი რომლებმაც ეხლა ძალაუფლება აიღეს ხელში სირიაში. შესაბამისად გარდაუვალი იყო შეტაკება კი ახლა დაარეგულირეს რაღაც მაგრამ აი თქვენ ნახავთ და მე ამას სხვათა შორის მანამ სანამ ამას ამ კონტროლს აიღებდნენ ასე იგი თურქეთის მეშვეობით ისრაელის და ბრიტანეთის ხელშეწყობით ახლა ეს ადრერო ტერორისტული ძალები იყვნენ და ახლა რომ გადემოკრატიულდნენ ხო და კაი ბიჭები რო გახდნენ რადგან წიაღისეული საბადოები ნავთობის დაუთმეს შეერთებულ შტატებს ხო, მოკლედ ეს ვითარება შეიქმნა და ნეთანიახუ არ ჩავიდა აზერბაიჯანში და ძალიან ცუდი პრესა ჰქონდა თურქეთში. აზერბაიჯანს და არა ნეთანიახუს. და განცხადებები იყო არა ხელისუფლების დონეზე ოფიციოზი იყავდა თავს, მაგრამ ისეთი ოპოზიციონერების განცხადებები იყო და ძალიან სულ არ იძუნწეს რიტორიკაში სხვადასხვა სიტყვა მოღალატე და ასეთები ეძახეს სულ. კი და აი ისრაელთან ამ ურთიერთობების გამო და ეს ადამიანი მე ახლა თურქულ რეალობას რო გითხარო ახლა ზედმიწევით არ კარგად ვიცნობ მე მომიწია თურქეთში ურთიერთობები მაქვს სხვათა შორის ურთიერთობები იქაურ ქართველებთან ბიზნესმენ იქაურ ადგილობრივ ქართველებთან ზოგი მათგანი ესე იგი ამ მართველი ძალის პარტიის ლიდერები არიან, ძალიან ახლო გარემოცვაში არიან ზოგი პრეზიდენტთანაც და იქაურ რეალობას ვიცნობ და ეს ხალხი ამ განცხადებებს აკეთებდა
შეიძლება არ იყოს შეთანხმებული მათთან, მაგრამ ესენი ყოველ შემთხვევაში რო წოდნოდათ რომ არ შეიძლება თქვა არ იყო. ხო, ასეთი მედია იყო, ასეთი ის ქონდა და იგივე ირანს გაქვს ძალიან ცუდი. ანუ ეს რატომ მოვყევი ეს რომ აზერბაიჯანს წარმატებულ აზერბაიჯანს დღეს წარმატებული აზერბაიჯანი მოდი თქვა და არა მარტო იმიტომ რომ რაღაც დაიბრუნა აზერბაიჯანი ცდილობს დისკუსიის მაგიდად გადაიქცეს მაგრამ დღეს ძალიან ბევრი სირთულეში გაეხვა იმიტომ რომ ირანთანაც გაურთულდა პრობლემები იქაც ძალიან ცუდი რიტორიკის დონეზე იწერებოდა გაზეთებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ იქაც ისრაელთან დაახლოების გამო ანუ მაგრამ აზერბაიჯანი ვერ ხალატობს ისრაელს, იმიტომ ძალიან დამოკიდებული გახდა ისრაელზე. ისრაელმა მომიაწოდა ძირითადი იარაღის მიწოდებელი ისრაელი იყო სომხეთთან ომის დროს. ძირითადი სლექსი ხარ კრიშა, აი საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელი იყო ასევე. კლაკტანზე რო არ შემოიხია კოლექტიურმა დასავლეთმა, გარდა მაკრონის გასაგებია ხო იქ დიდარი ხო სომხური ლობია, დიდარი სომხები აფინანსებენ და ეუნებიან რომ რაღაცა გააკეთეთ და გადააკიდა მაკრონს, მაგრამ აგერ უსულა ფონ დერ ლაიენთან ჩვენად მუშაობენ. და განიხილავენ საკითხებს და საქართველოს შუადერფნის როლი ხომ არ ჩაგვეხსნა. ხო, ჩაგვეხსნა, ხო. მაგრამ აქ რა არის აქ ძირითადი მოწოდებელი ვინ არის ამ ჩინეთი ხო? ამას ახლა შეიძლება პაკისტანში და რომ აიკითხა ჩაწყნარდა, მაგრამ შეიძლება დაემატოს ინდოეთი, ირანი და ასე შემდეგ რა. აუ საქართველოს გრანდიოზული ფუნქცია აქვს. გრანდიოზული სპექტრი აქვს შესაძლებლობების, გეოპოლიტიკური შესაძლებლობების. და ჩვენ 13 წელია, 13 დღე ხო 13 წელი მე 14 წელიწად წარსულთან ვკინკლაობთ. მე 14 წელს აი კომისია შევქმნით და მე მხარს უჭერам კომისიის შექმნას თანამშრომლობა ხო ძალიან საინტერესო. აი 14 წელს მე ვკინკლაობ წასვლა ვის უმყისებთ რომ ნაცები ცუდი ხალხია და ბოროტი ხალხია. მაგას შესახებ ყველაფერი იცის. და მაინც ეს გჭირდება რომ თავი ვიმართლოთ რაღაც ან კომპლექსები კომისიის მუშაობა დადებითად ვაფასებ. კომისიის მუშაობა აუცილებელია პირველ რიგში, თუნდაც მაგ მიზნით. საზოგადოებრივი აზრი მოიგოს ამ ყველაფერმა და საზოგადოებისთვის ცხადი იყოს ვის სასამართლებ, რა სასამართლებ, მაგრამ ამას არ იქნება აზრი თუ არ მოყვა შემდეგ იურიდიული შედეგი, კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, სისხლის სამართლის საქმეები, თუ რა ვიცი, საკონსტიტუციო წესით აკრძალვა. რაც ასევე დაანონსდა რომ გაჭიანურდება დროში და მაგალითად ამარჩევნებისთვის ვერ მოესწრება და ამარჩევნებში კვლავ ექნებათო შესაძლებლობა ესეც. მე ახლა ეს აი ნუ ხა ფიცი მწავს და ბოლო 14 წელი მაგას ვიზახი გამოძიება თუ უნდა საქმეები დევს პროკურატურაში პირდაპირ და ეს დამაჯერებლად არ ჟღერს. ნახეთ და რატო? არგუმენტი დასახელდა ამ რომ ვერ ესწრება, იმიტომ რომ 2012 წლის მერეც მომხდარი ამბების უნდა გამოიწვიდეს, ძალიან კარგი იდეაა. მათ შორის კახარიას დაინტერესება შეიქმნა და ასე შემდეგ, მაგრამ რა გვიშლის ბატონო ხელს 2012 წლამდე საქმეები გადავცეთ პროკურატურას და კომისიას აქვს გადავცეთ ესენი ჩაიხსნან და გავაგრძელოთ 2012 წლის მერ მუშაობ რატო დაველოდოთ ახლა მაშინ ვიღაცას გაუჩნდება რომ ახლა 2025 წელს რა მოხდა ესენის გამო და გაუთავებლად ასეთი სატყუ არა ეს არის როგორ გითხრა აი მაქსიმალურად ბილად მინდა თქვა არ უნდა აკადრო შენ ხალხს არ არის ეს დამაჯერებელი და ქართველები არაა ეს პრიმიტივები ახლა 200 პრიმიტივი რო დადის ქუჩა რუსული კანონი რაღაცა სრულელებს რო ეს ამერს არსასის რაღაც არ უნდა აკადრო მით უმეტეს ეს ერი ახლა შენ სირბლი კონსოლიდირებულია და შენ გამაგრებს დაცემის საშუალებას არ აძლევს ხელისუფლებას ქართული საზოგადოება რა თქმა უნდა მიუხედავად ისა ბევრი არ არის კმაყოფილი ხელისუფლება თუ გინდა 13 წლის ამ კოლაბორაციით კოაბიტაციას რასაც ეძახდნენ მაგრამ ხელისუფლებას აქცების და ხელისუფლების დამხობის საშუალებას არ იძლევა დღეს ერი და ახლა ასეთ ერთს ასე ელაპარაკო რომ ვერ ვასწრებ და არჩევნების მიერ თან არჩევნებზე კი არ ეპატიო ეხვეწები რომ მოდი არჩევნებში მიიღე მონაწილეობა რა შეცდომა დაუშვეს 2024 წლის არჩევნებზე განვიხილოთ 2020 წელს ჩვენ იგივე არ მოხდა ანუ ჩვენ ხო ვარაუდები არ გჭირდებოდა 2020 წელს ქართულ მოცემამ ისევ გაათამაშა კარტი
ნაცები მოდიან და რო არიქა თუ მე არ მომცეთ ხმას ნაცებს ვისაიყო და შუა გატრიფეს და დარჩე პირისპირ თავი დაიტოვეს ნაცებთან. და ნაცები არ შევიდნენ ხო გახსოვთ რა? რაც 2024 წელს. იგივეს რატო აკეთებ? 2020 წელს კიდე რაღაცა შევიდა რაღაცა გაგივიდა კიდე. ხო, და არ შეიძლება და 2024 წელს არსებულიყო არ დაგვებლოკა პოლიტიკური ძალები, არ მოხდარიყო ჩვენი დაბლოკვა. მე ხლა ის არ უნდა გამომივიდეს ისე რომ ჩვენი რო თქვიე რაღაცა ამიტომ რომ თვითონ უნდა მაგრამ ახლა რო ალტერნატიული ძალა ყოფილიყო, რომელიც პარლამენტში იქნებოდა და რომელიც ხელისუფლებას ესეთი დოღის ცხენი რო ცხენს მისდევს და კეფაში რო მის სუნთქვას გზნობს, ესეთ კონკურენციას გაუწევდა, იგივე კოლექტიური დასავლეთისგანაც ასეთი შეტევის ობიექტი ხელისუფლება არ გაჩნდა, არ გახდებოდა და რატო? იმიტომ რომ მათ გაუჩნდებოდა შიში, რომ შეიძლება ჩვენ ხელისუფლება წავაქციოთ, მაგრამ ამათმა ნაცების მოსვლის გარანტია კი არ არის, ხო ამოვა მე. ხო, სულაც არ არის ნაცების მოსვლის გარანტია, სწორედ ესენი შეიძლება მოვიდნენ, რომელიც მათთვის ჩვენ მაგალითად აბსოლუტურად მიუღებლები ვართ, ხო? ამიტომ ერთგვარი ფარი ხელისუფლებისთვის ამ კოლექტიური დასავლეთ deep state-ისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენებს და მაკრონებისგან იქნებოდა ის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებამ თვითონ დაბლოკა, ახლა ჩვენ ხო ვიცით როგორც რა თქმა უნდა. ხო, როგორც ხდება 12 წლის განმავლობაში ეკრანებიდან გაქრობა ადამიანების და ხო, არ ხო 13 წლის განმავლობაში, ხო? ხო და ამიტომ ეს შეცდომა იყო და თორე 2008 წლის პარლამენტი ისე დამთავრდა, რომ 25 ხაზზე მეტი აკლა იმ პარლამენტს. არავის არ გახსენებია, რატომ? იმიტომ რომ სხვა სუბიექტები იყვნენ. იქ იყვნენ ლეიბორისტები, რომლებიც არ დადიოდნენ სხვებებზე, მაგრამ იყვნენ. და ესე იგი, იქ იყვნენ ხო, ქრისტიან დემოკრატები გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ 4 სუბიექტი იყო. და 2008 წლის პარლამენტის ხდომები მე რაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში იყო მართლა რაღაც მოსასმენი მიდიოდა რაღაცა დისკუსია მაშინ რო იყო ხა პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი დღეს კი შეიძლება შევადაროთ და უარესიც არის მაგრამ მაშინაც ძალიან პოლარიზებული იყო მაგრამ ამის მიუხედავად დისკუსია იმართებოდა მე მახსოვს თქვენი გამოსვლების მახსოვს ხვების გამოსვლების მახსოვს კი ბატონო და ამას ვნახეთ მაშინ ჩვენ ვერ დავტოვეთ სააკაშვილი მარტო პარლამენტში. ეხლა დღეს არის ამის საფრთხე და ეხლა ეს ფასამართლებრივად არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ ეხლა რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული გახარიას შესვლა არ შესვლაზე, რომ გახარიას რო არ შევიდეს. მაინც სამართლებრივად არაფერს არ ნიშნავს. გახარიასის არ შესვლა. თუმცა ალბათ ის მაინც თავის წარმომადგენლობას დატოვებს, იმიტომ რომ ფულს იღებს აქედან და გახარიას ხერისკაცია. არა, თქვა კიდეც ეგ გასო, გჭირდება ეგ ფული. ხო, გჭირდება ფულია, ხო. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეხლა რაღაცა ის უხერხულო ახლა ერთპარტიული პარლამენტი მართლაც არ გამოიყურება ლამაზად. მიუხედავად იმისა, რომ არც კონსტიტუციაში არ დაწერია, რომ ეს არ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ არაფერი დისკუსია პარლამენტში დისკუსია ეხლა კი გავიყოფით და ერთმანეთს დავსწრებთ. არა, რა თქმა უნდა, პარლამენტის ხდომა უნდა გავდეს აზრების შეჯიბრებას და არა რაღაც პოლიცაბჭოს ხდომას. ეს იყო ჩვენ ბავშვობაში გავიყოფოდით ორ სასამეგო გავიყოფოდით და ერთმანეთს დავცხებდით. აზაკი რაზბოინი ხო, რა ვითომ თქვენ გერმანელები ხარ ჩვენ ის ქართველები ვარ და ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ ეგ ხო ბავშვობის სახლობანას თამაში, ომბანას თამაში იყო, ხო? მინდა გადაცემის ბოლოს ისევ დაუბრუნდეთ ქართულ თემებს, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდოდა მეკითხა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. აი ჩვენ თურქეთს შევეხედა, თურქეთი კიდევ ერთხელ მოექცა სოფლის ყურადღების ცენტრში იმ კუთხით, რომ ხვალ სტამბოლში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. ზელენსკი როგორც მან თქვა, ის იქნება თავად იქ და დაელოდება რუსებს. რუსული მხარემ დაადასტურა, რომ იქ ჩავა დელეგაცია, თუმცა შემადგენლობა არ არის ცნობილი. სხვა შორის აი ეს მინდა კითხოთ ეს ზელენსკის განცხადება, რომ აი პუტინი პირადად ჩამოვიდეს და მელაპარაკოს, ხომ არ იყო ეგ ერთგვარი საბოტაჟი ამ პროცესის? ცდელობა იყო საბოტაჟის, კარგად მიხვდით, მაგრამ საერთოდ არავინ არ შეიმჩნია. არ მიაქცია ყურადღება კაციშვილმა. არავის ხო ზედაც არ შეხედა. მაგ განცხადებებს ჩვეულებრივად უსემად თქვენს თუ ჩვენ ჩამოყალიბდით და ვის ვაგზავნით თამას გელაპარაკდა და ტრამპმა სასწრაფოდ ჩახვიდა და დაუყოვნებლივო და შეიძლება მეც ჩამოვიდეოთ, მაინც დააგარანტიავა. აქ რა იკვეთება იცი, რას გავს ახლა ეს იცი? მე მგონი ცოტა უხეში სიტყვას იმხო, მაგრამ უხდება. მე მგონი ევროპელები ჩატეხეს.
ამით რუსებმა და ამერიკელებმა. თუ ძალიან ცუდ როლს ასრულებენ ევროპელები. ისინი ცდილობენ რომ რაღაცა თავისი გამორჩენას გამორჩენენ, იმიტომ რომ ტრამპი რო ხელს აწევდა იქ რაღაცაო ჩვენს გვინდაო რაღაცებზე იქ სიაღისეულს იმედრებს რაღაცებს ამბობდნენ და მე მოკლედ აი რომ რაღაც ეჭვიანობის სცენებს მართავდნენ რა ის ხო იცი აი კალი რო გაგებუტება და კალეს რო გაიჯახუნებს იმის გამო რომ უნდა იკითხო შენ რა კალი ხო რა იყო ხო ეგეც აქციელებს ჩადია მაგრამ ახლა ეს ასე კი გვეცინება ჩვენ მაგრამ ესენ ცელს ეთამაშებენ ასეთ აქციელით ხო იქ ძალიან ცუდი როლს ასრულებდა ამიტომ ნახე როგორ ტექნიკურად პუტინის ამ განცხადებით პირდაპირ მოლაპარაკებაზე, თითქოს ამერიკელებიც გასწიეს, ხო? მაგრამ სინამდვილე ისინი ჩატეხეს და ტრამპად ქორმე შეიძლება ჩავიდე რუბიოც იქ არის ახლა ჩასული. და ამიტომ შევხედოთ რა და როგორ იქნება რა. თქვენ პირადად გააქვთ მოლოდინი რომ რაიმე გარდამტეხი ფაზა შეიძლება იყოს. არის აი გარღვევას ახლა ვერ უნდა ველოდეთ ჩემი აზრით და რატომ? ზელენსკის არ შეუძლია ომის დასრულება. არ შეუძლია. მისი არა მარტო ძალაუფლება, მისი სიცოცხლე არის დამოკიდებული ომს. სანამ ომი არის, მანამდე ის ცოცხალია. ეს რო უსაფრთხოების გარანტია მისთვის ეს არის. ხო და კი დარბის და იზახი, მაგრამ არა ახლა რუსები მაგას არავითარ გაიმდენ იქ რა. ვერ პუტინი ვერ მისცემს გარანტიას და ვერ შეინარჩუნებს, იმიტომ პუტინს აუჯანყდება მთელი რუსეთი. ევროპელებმა თავის თავს ვერ აძლევენ გარანტიას, ხედავთ მაკრონი და ის რა სამარცხინო რამაზე დაიწვნენ. უარყვეს არაო. ის ნარკოტიკია არ ყოფილა. აი ახლა მაგას ხო ახლა უარყოფდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ აქ რა გამოჩნდა რომ აი უკანონო ბრუნვა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ვინ კრიშავს და ვინ რასახურავია? პრეზიდენტების დონეზე იკრიშება. ხო ვიღაცამ ხო ეს მოუტანა ამათ. ეხლა ხვალ რა იზმე დააჭერნებენ ეს და ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის ახლა როცა სამი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი ერთად კოკაინი უგდეს 100%-იანი კოკაინი ის გავდა იმიტომ ის კოზი მე აჩვენებდნენ ამერიკული მედია აჩვენებდა ტრამპი ურთხავს ამათ ესენი ხო ებზიან და ტრამპს თავისი ანგარიშები აქვს ის როგორც დიპსტეიტსაც ესებთან აჩვენეს ესეთი ნარკომანი იმაში მაკულატურაში რო არის ასე გადახსნის შპრიცა მოიღება გადახსნილი ეს რა ქვია ამათი кейსი ნარკომანების სადაც ეს ზუსტად ის კოვზიიდო რითაც ესე ხას საკეთებენ ასე ვქვია კოკაინის შესასრულთავად ხო და ამას ახლა ბატონო ასეთ არასე მაგრამ აი სოფლიო ლიდერების დონეზე ესეთი რაღაცა შესაძლებელი არის რომ ლიდერები კოკაინს იყნოსავენ ერთად რა ტერმინი სად არის სოფლიო ლიდერები სოფლიო ლიდერი არის სი ძინპინი ტრამპი პუტინი ერდოგანი აგე ბრაზილიის პრეზიდენტი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ირანის პრეზიდენტი, ესენ რა ეს ვერ ხედავ შპანა. შპანა. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ახლა ტრამპს და სი ძინპინს და პუტინს სადღაც მატარებლი ჯერ რა ფორმატები აქვს დაანებენ კოკაინის როგორ რას მაიმუნები რა მატარებლის ვაგონები დადიან სევით ქვევით და აი რისთვის იყო საერთოდ იქ ჩასულება რა სისულელებს აკეთებენ ხო რა ლიდერებზეა ლაპარაკი საერთოდ ევროპამ სახე დაკარგა ევროკავშირი აღარ არსებობს ევროკავშირში რომ უნდათ რა ევროკავშირი სადღა არის ევროკავშირი არსებობს და ეს სამარცხინო კოკაინისტები და ამათ ეხლა ამათ გადაწყვეტილებას გინდა და თქვენ გაყინულებს კოკაინის ჩაის ხნოსავენ და რაღაცა ბრძანებებს გასცემენ მე და ანუ სამწუხაროდ ხვალინდელი შეხვედრისგან რაიმე ესეთი არსებითი გარღვევის მოლოდინი არ უნდა გქონდეს არა მე ვფიქრობ რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის ღირს და შესაძლოა ეს იყოს პროცესი ევროკავშირის აი ამ ნარკომანი ან შპანის მაკრონის და ამ ტვინგაყინულიების ჩამოშორების ხეს პირველი პრეცედენტია რომ პირდაპირ დაელაპარაკებენ ამას რა თქმა უნდა ტრამპი და პუტინი გაგრძელებას ხელს შეუწყობენ მე რაღაცა ზელენსკის მოუფიქრებენ თუ არა და მისი გარემოც მოუფიქრებს თავარი ეხლა არის რომ აი ეს ომის პარტია ესე იგი ეს ევროკავშირი ანუ დიპსტეიტის ეს სასესი იქნეს ჩახსნილი პროცესისგან და ყველაზე მეტად აქ რუსებს სულ არ ეჩქარებათ რუსებისთვის დრო რუსებზე მუშაობს და მე ტერიტორიებს იღებენ ეხლა ეჩქარებათ ტრამპს და შეერთებულ შტატებს მათ ინტერესი აქვს რომ ეკონომიკა დაიბრუნოს რუსეთთან მათივე ტერმინია გამაღიზიანებლები მოხსნან და დაიწყონ
და სანქციები ჩახსნა უნდა, იმიტომ რომ სანქციები ხელს უშლის რუსეთის წიაღისეულება ვაჭრობა უნდა. ჩინეთთან გამოიკვეთა რომ დაალაგდებიან ამ სავაჭრო ომით და საკონტროლო გასროლა შეუძლია რუსეთს და ჩინეთს ამერიკის მიმართულებით. თუ კი დედოლარიზაცია მოხდება და მათ შეუძლია დოლარზე უარის თქმა, ასე შემთხვევაში ამერიკა ჩამოიშლება. არ მარტო ეკონომიკა ჩამოიშლება. როგორ სახელმწიფო ჩამოიშლება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დოლარზე დგას, ეხლა ბოლო ეს არის. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კულისებში ნამდვილი მოლაპარაკების წინ ხო რაღაცებს ისვრიან ამის აუდიტორიისთვის, ხო? ეს ყველაფერი არის დიმავა ზავესა რუსები ზახიან აი ომის დროს ესეთი სპეციალური ესენი ყუმბარები რომ ყვამს და მე ყვამის სიკეთ არჩენს და მე ჯავშანტექნიკა გადაადგილდება ისე რომ ვერ ხედავს მოწინააღმდეგეს ესეთი ხო ესეთ ყვამს აყენებენ და რეალური საკითხებს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ეგზისტენციალურია მათთვის ამაზე მე ლაპარაკობ რეალურად და არა მედიისთვის აი ეს რეალური ტრამპისთვის ეხლა სასოცხლო მნიშვნელოვანი ეს არის დოლარზე რო უარი არ თქვას რუსეთმა და ჩინეთმა. ამის გამო ძალიან დიდი და ძალიან მყარი გარანტიები უნდა მიიღოს ორთავემ, რომ ეს შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ეს შანტაჟი დოლარით, რაც ბაიდენმა გააკეთა, ამას უკანასკნელი იდიოტი არის ამდა. იმიტომ რომ პრაქტიკულად უბიძგა დანარჩენ სამყაროს რომ რა თქმა უნდა, და არა მარტო როცა შენ რომელიღაც ოლიგარქს მდიდარ ადამიანს და აი საუდის არაბულ სამყაროში ძალიან ბევრი ფულია ხო სულ დოლარზე ნავაჭრე და დოლარზე შენახული ხო აჩვენებს შენ ბირთვულ სახელმწიფოს შენ 400 მილიარდი დაუბლოკე ის ხო ფიქს იწყებს რომ ჩემი ფული სადაა რა გარანტია მაქვს და იწყებს დოლარისგან განთავისუფლებას დოლარისგან განთავისუფლება რას ნიშნავს ეს ჩათვალეთ როგორც ემისია რომ ბაზარზე გამოდის ფულადი მასა მატულობს კატასტროფულად მატულობს ეს დოლარის კურსს ურტყამს და ინფლაცია და დევალვაცია ხდება და ანუ კუპონიზაცია შეიძლება მოხდეს დოლარის და ჩინეთს აქვს ჩინეთის ვალი აქვს შეერთებულ შტატებს 1 ტრილიონი და ამ ვალების გაყიდვა რო დაიწყოს ჩინეთმა ახლა 1 ტრილიონი რო გამოაგდო დამატებით ამ ხელა ფულადი მასა 1 ტრილიონი თუ იცით თქვენ შეიძლება რამდენიმე ეშელონი არ იყოს ახლა ამ ხელა ფულადი მასის გამოგდება ეს დოლარის ავტორიტეტს კურსს და დოლარი და საერთოდ ფული ვალუტა რაზე დგას? ნდობაზე. სანდობაზე რა. ხო, ამაზე ხო, რომ ვალუტა უნდა იყოს გადახდის საშუალება და დაგროვების საშუალება. ორთავეს ჭირდება ნდობა. რომ შენ გადახდის საშუალება მე შენ რომ დოლარი გადამიხადო, ვალუტა რაღაც ვალუტა მე მივიღო შენგან და მოგცე ქაღალდს, შენ ქაღალდს მაძლევ მოგცე რეალური ნიფტი, მე ამ ვალუტას უნდა ვენდობოდე. რომ ის ნამდვილად იქნება ხო რა ხვალ და ზეგ მე კადია რაღაც ხვანიფს ვიყიდი ამით ხო ან და მეორედ რომ ეს ასევე უნდა იყოს შენახვის საშუალება დაგროვების საშუალება რომ ხვალ ეს კუპონი არ გახდება ხო ორთავეს წელი გამოუშვა ბაიდენმა და ახლა ტრამპი ამის დაალაგებას ცდილობს არის თუ არა თქვენი აზრით აი საქართველოს და პრინციპში ამითი გადავალ ჩვენი საუბრის ბოლო თემაზე ამითიც დავიწყეთ, აი რატო არ ახსენებს ტრამპი ამდენი ხანი საქართველოს, კავკასიას ზოგადად, ან ახსენებს ისეთ კონტექსტში, რომ ჯობია არ ახსენოს. ხომ არ არის ამისი მიზეზი სწორედ ის, რომ საქართველო და კავკასია დღეს ასევე დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ერთგვარად დამოკიდებულია იმ შეთანხმებაზე, რაც იქნება უკრაინასთან მიმართებაში, რაც იქნება სხვა საკითხებთან მიმართებაში, კავკასიაზეც უნდა შეთანხმდნენ. ამიტომაც არ ხდება საქართველოს თემაზე საჯარო დისკუსია, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ამ მხრივ არაფერი. მე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რუსეთს პირდაპირ ნათქვამი აქვს. მოლდოვა, საქართველო, უკრაინა. მათ შორის პირველი არის საქართველო. ყველაზე ეგზისტენციალური საფრთხე არის უკრაინასთან კიდე ემოციური ერთი ხალხია და კიდე რაღაც ემოციური კავშირი აქვს. ჩვენ მათი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხს. მაგიდაზე ამაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ. ეს მათთვის მთელი ხაზია. ბევრჯერ ნათქვამი აქვს. ჩვენ განსახილველი თემაც არ არის. ჩვენ განხილვის თემა არ ვართ. საქართველოში რაიმე ნაირი სამხედრო ყოფნა ვინმესი არ განიხილება. და ეს არის ჩვენ უსაფრთხოების გარანტია მინდა გითხრათ. თორე აქამდე ხაზი შემოიჭრებოდა ზოგიერთი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ამბიციაა და თუ შეუძლია რატომაც არა, ხო? და
პარადოქსია, მაგრამ რუსეთი, რომელთანაც ჩვენ ასეთ დღედაღამე აზღვის და კრიტიკის რეჟიმში ვიმყოფებით, არის ფაქტორი, რომელიც სხვა ცხელ გუნებაზე მყოფ, ესე იგი, სუბიექტებს აფხიზლებს, უგრილებს გონებას და არაძლევს საშუალებას, რომ რაღაცნაირად საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა განახორციელონ. იმიტომ იციან, რომ საქართველოსთან კი არ იქნებათ მარტო საქმე, იქნებათ საქმე ასევე რუსეთთანაც. ალბათ უფრო პირიქით რუსეთთან და საქართველოსთანაც. ხო, კი ბატონო. სწორი ფორმულირება. ხო, ამიტომ ეს ასეა და ჩვენ ეხლა მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ახლა ეს პრემიერ-მინისტრის წერილი იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენ თავისუფალი ვარდნის რეჟიმში, ვარდნეს თავისუფალი სურვის რეჟიმში ვართ. ოღონდ ჩვენ ახლა კომპასად ვცურავთ, როგორც ვატყობ ახლა, აი შევატყე და ეს ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი ამ რაღაცა კომპლექსებისგან, სტერეოტიპებისგან. მე მესმის მინდა ვარაუდო, რომ შესაძლოა ქართულ ცნობაში იყოს ადამიანები, რომელთა აზრს ახლა კიდე განხეთქილება ხო არ აწყობს, რომლებიც ანგარიშს უწევენ. თორე შეუძლებელია ახლა კობახიძეს ახლა რაღაც წარმოდგენა ხო გვაქვს პირადად ვიცნობ, მაგრამ ხო წარმოდგენა გაქვს როგორც პოლიტიკოსზე, ხო? საკმაოდ გამჭირახი პოლიტიკოსი შეუძლებელია რომ მას ახლა ეს ასე თვალსაჩინო ხელის გულზე რაც ჩანს. რო ეს არ ესმოდეს. შეუძლებელია რომ ვიღაც არჯეს და თურქული, აზერბაიჯანული, ირანული მედიის და პრესის ანალიზ უბრალოდ ესე არაკეთებდეს. მე ვიცი ახლა სამსახურები ჩვენთან, რომლებიც კითხულობენ, მაგალითად რამ კასისის და კითხულობ ჩემს ინტერვიუებს ყველგან. კინძავს ამას, იმიტომ ერთად აღებული, ცალკე აღებული რაღაცა ფრაგმენტი სახელაგვარი არ ვიცი ამ კაცს, მაგრამ ვიცი რომ არის ასეთი ადამიანები. ხო? და მარტო ჩემსაც კი არა, ასე იგი, საზოგადოებრივი აზრზე რაღაცა მინიმალური ზეგავლენა თუ ვიღაცას აქვს, იმის, ასე იგი, ანალიტიკა კეთდება, რომ ის სადაბანაოს და საერთოდ მიყავს პროცესი და ვის თან აკავშირში შეკესა, ასე იგი, ხელს გულზე იყოს. კარგია ეს თუ კეთდება, უნდა კეთებოდეს. არა, ეს ვიცი დაამდვილები და ირანი არ კეთდებოდეს, აზერბაიჯანი და თურქეთი შეუძლებელია. შესაბამისად, ამ ხელა გრანდიოზული პერსპექტივა, რაც ახლა ჩვენ გვაქვს და და ჩინეთის და რუსეთის ფაქტორი. ჩინეთის პრინციპული მოთხოვნა, რომ ასე იგი, მას უსაფრთხოების გარანტიები ჭირდება და რომ აფხაზეთის საკითხი დასტაბილურდეს საქართველოსთან. გამიგეთ? საქართველოში ესე იგი სტაბილური გარემო არის, რა თქმა უნდა, დიდი მოთამაშეების, ალბათ რუსეთის ინტერესში. მოთხოვნა არის დღეს რუსეთის, ჩინეთის, ირანის, აზერბაიჯანს თავისთავად შუა აზიის ქვეყნებსაც სჭირდება, თუმცა თუ ალტერნატივას მისცემდა აზერბაიჯანიდან პირდაპირ თურქეთში გაიტანს ვინ მოეკლავს და მაგრამ ჩინეთს არ აწყობს ეს, იმიტომ რომ ეს არ მიაჩნია მაინც სტაბილურობა და ხვალ სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის რა მოხდება საუკუნოვანი როგორც ღაზა სექტორში ვერ დალაგდებიან ებრაელები და ისინი სანამ არ შეიქმნა ეს ცალკე სახელმწიფო ისე აქ არაფერი ხო არ დალაგდება, იმიტომ რომ დღეს არის ფაშინიანი, ხვალ არ იქნება, ხვალ ვიღაცა მოა ეხა კოჭარიანის ჯგუფი არის ძალიან გააქტიურებული, ესენი ყარაბახელები არიან და ამათ კიდეთ ახალი ომის დამოწყება, ახალი ყარაბახის დაბრუნება, მოკლედ დიდი ამბავია რა. ხო, და ამიტომ ჩინეთს ნახეთ, აფხაზეთში თვითონ ჩვენ ხო შერაცხადი მთავრობა გვყავს, ხო? საღად მოაზროვნე და არანაირი სიგნალი ჩვენ არ გაგვიცემა, რომ ჩვენ შეიძლება გავგიჟდეთ და რაღაც შევიცვათ აფხაზეთში რაღაც, მაგრამ მაინც ჩინეთი პრინციპულად აყენებს საკითხს რუსეთთან, რომ ეს თემა დაალაგზარდა და რუსეთი ელოდება, ამიტომ რუსეთსაც ჭირდება ეს დაალაგება, ეს სტაბილურობა ძალიან აქტუალური გახდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება და ძალიან აწყობს და ქვეყნის ეკონომიკას ძალიან სჭირდება და ეხლა ჩვენ ქართულ ოცნებას რა ჭირდება ესეთ დროს, რომ რაღაც ქართულ ოცნებას უნდა იყოს თუ არა ეს აი საზოგადოების მხრიდან გამოხატული ნება, ამას რატო ვამბობ ეხა? გაჩნდა ხო ჯგუფი და ალბათ ნახავდა კიდე ბევრი ადამიანი და ბუნებრივია ამ ჯგუფის
მოდელირებას, ასე ვთქვათ, ეწევიან და ორგანიზებას პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე აკეთებენ რაღაც პოლიტიკურ ანალიზს და ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობ. ხელმოწერები გროვდება რუსეთთან პირდაპირ დიალოგის. კი ბატონო, აღდგენის მოთხოვნით. ესე იგი მე შეიძლება ესეთი გახდეს, ასე ვთქვათ, დამატებითი ფაქტორი ხელისუფლების. ნუ მე ახლა ამ ჯგუფთან კონტაქტი არ მაქვს ურთიერთობა მამუკა ფიასთან. რომელიც პრინციპში მოთავეა ამის და იდეის ავტორიც არის და ინიციატორის და სულისჩამდგმელიც არის და ნუ ეს მე სხვა გზას ვერ ხედავ გარდა რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობების აღდგენისა. აგერ უკრაინას უთხრეს რომ პირდაპირ დაელაპარაკეთო ომი აქვს და სისხლის გროვა აქვს და ჩვენ რა მაჭანკლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა ეს ხელმოწერები და მე თუ ვინც გვისმენს ჩვენ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობას. ეს რისთვის კეთება ეს ხელმოწერები? ეს არის საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია. აი მე ზევით ვახსენე ასე ტერმინი ხელისუფლებას საზოგადოება არაძლევს წაქცევის და დაცემის საშუალებას, დამხობის საშუალებას. ხალხმა არ მისცა ხელისუფლების დამხობის საშუალება ამ ხელა გველეშაპს, ამ deep state-ს სახელმწიფოებს რო ამხობს, უზარმაზარ სახელმწიფოებს რო ახობს. და აი ესეთი კონსოლიდაცია, საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია ხელისუფლების ირგვლივ დაიწყოს მოლაპარაკება. ხელისუფლებას ხელს შეუწყობს შიგნით ხელისუფლების შიგნით არის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ არ მომისმენია მათი დისკუსია. დონეზე ვსაუბრობთ. ხო, რომ არის რომლებიც კიდე იმ ძველი რიცხვით აზროვნებენ, რომ კიდე გონიათ, ცოლს კიდე გონია, რომ ეს ძველი ცხოვრება დაბრუნდება, ეს აღდგება ამერიკის შეერთებული შტატების ზოგი ითვლის ხშირად წერენ, ამდენი დღე დარჩა ტრამპის, ამ გონი ტრამპი წავა და ყველაფერი დაბრუნდება. აღარ დაბრუნდება. იმიტომ რომ ტრამპი არის პროდუქტი შექმნილი გარემოების. რაც ბუნებრივად შეიქმნა. ამ დრომ შვა ტრამპი. თორე ძალიან კარგად მიდიოდა და არავინ არ გააკარებდა ტრამპი, ხო, არასისტემური ადამიანია, ხო? სისტემის პროდუქტია. რომ არ გაჩენილიყო ეს საჭიროება არც მოხდება. ხო, რა თქმა უნდა, რო არ გაჩენილიყო, ჯერ ყელში არ ამოსვლოდათ ეს LGBT პროპაგანდა და რაღაცა, ამათ, იმიტომ რატო დაემართა, ის დაუსჯელად იყვნენ. არავინ არ იყო რესპუბლიკელების ერთ-ერთი დღის ეს რიგი მოქმედებდა. და მეორეც ეკონომიკა დაკარგეს. შეერთებულმა შტატებმა დაკარგა რეალური ეკონომიკა, მრეწველობა აღარ არის შეერთებულ შტატებში. ქაღალდის ეკონომიკა, მომსახურების სფერო, აი როგორ ჩვენთან რაღაცა Yandex-ი, Glovo, ასეთი სფერო, ტურიზმი და ბირჟის სპეკულაციები. აი ბირჟის სფერო, Wall Street. აი Wall Street-ელი მგელი ნახე და აი ნახავთ კონცენტრები და ისინი რა ქვია. ეს ბიზნესია ახლა იქ დარჩენილი რა. ამიტომ შეერთებული შტატები ან ჩამოიშლება და რა არ განიხილებოდა ტეხასის გასვლა ხმა ახლა არ მიდიოდა ამას. არ გამოყავდა ტეხასის შტატს ჩვენ თქმა დავიცავთ 35000 ტყვიან მქვევია ტეხასში. გარდა თავის გვარდიისა კერძო მოსახლეობა 35000 ტყვიან მქვევზეა ლაპარაკი. ახლა და ყველა ძირითადი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ბოინგები ყველაფერი ტეხასშია. იქაურია ყველაფერი. ანუ ეს საფრთხე რეალურად დაუდგა. რეალურად ჩამოშლის საფრთხე დადგა და ამ ვითარებამ შვა ტრამპი. ტრამპი ამან მოიყვანა ხელისუფლებაში და აი ეს პრიმიტივიზმია. ითვლით დღე ტრამპი არ იქნება უარესი ექნება, ჯეი დივენსი მოდის. 40 წლის არის ახალგაზრდა და უარესი კარგი გაგებით თქვი, ანუ მაგათვის უარესი. ჯერტი ახალგაზრდაა და ძალიან მოტივირებულია. და აქეთ მასკი და ხო ხედავ რა ეს ადამიანები რამ ამოატივტივა ზედაპირზე. დროებამ შვა ეს ყველაფერი. აქაც იგივე იცი რა არის? კი არ მოხდება უკვე მოხდა. ამ დროებამ აი ამ სიცარიელემ შუას გაკრეფამ და სიცარიელის შექმნა გარდაუვალი აუცილებლობა და მოთხოვნილება გააჩინა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ფიგურებს, სახელგვარებზე კი არა. აი იმ ტიპის ფიგურებზე, რომლებიც შეასრულებენ ამ ხო, აი რომლებიც დროის მოთხოვნას შეესაბამებიან, რომლებიც არ შეეშინებიან იტყვიან, რომ ჩვენ 3+3 ფორმატში უნდა დავლაგდეთ. ჩვენ ირანთან, როგორ სიტუაციურ მოკავშირესთან, თურქეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უნდა დავალ ის რაც
პრემიერის წერილში ხო იგრძნობა. რა არის მე Facebook-ზე დავწერე. ჩვენ გევართ ახლა ჩიც გალის კარს რო გავუხმე და არ გამოდის. მიჩვეულია იქ. კი და თავისუფლად გქონს და თავისუფლების ეშინია. ეს თავისუფლება ეს შეჩვევა უნდა ამათ. ჩვენ ეს მისო 30 წელი ახლა კობახიძე არ იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დამოკიდებული იყო შეერთებულ შტატებზე და კოლექტივ და 30 წელია. ასე კობახიძე რო გაიზარდა ბავშვი იყო ჯერ კიდე, როცა ეს ასეთ პარადიგმაში გავიზარდეთ ჩვენ ყველანი. ხო? და მე რაღაცა ხდება, მაშინ რა ქვია, როცა რაღაცას ხედა, აი მოდიხარდეს, ხედავ რომ ჭიქადებს, ხო? არ შეიძლება თქვენ ეს არ დევს აქ. შენ თუ არ მოგწონს. შეიძლება ეს არ მოგწონს, მაგრამ ეს ფაქტორი, ეს ფაქტია. შენ უნდა გაითვალისწინო როგორც ფაქტორი, ხო? ეს გარემოებები, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ, გრანდიოზული შესაძლებლობების. ჩვენ წინაშეა. არ იქნება ჩვენ აგერ ურსულა ფონ დერ ლაიანი აქტიურად მუშაობს ჩვენს მაპატიეთ უხდება ჩვენ ჩატეხვაზე. აქტიურად მუშაობს მთელი ევროკავშირი, ეს არ არის კი ბატონო, შეიძლება არასერიოზული ხალხია, კოკაინის ხმარობენ, სხვადასხვა მაგრამ ეს მაინც ევროკავშირია, საფრანგეთია, გერმანია, ბრიტანეთია აქტიურად მუშაობენ ჩვენს მოტეხვაზე. და ახლა აქ ჩვენ კომპლექსები, იმიტომ რომ ვიღაცამ ქართული ოცნების შიგნით თავი ვერ გაინთავისუფლა რაღაცა კომპლექსებისგან, თუ არასრულფასოვნების კომპლექსა თუ რაღაცისგან, ამის გამო ჩვენი შანსები ხელიდან გაუშვეს არ შეიძლება. ამიტომ კობახიძე როგორც ძლიერი ლიდერი, მე იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თუ არა დრო თვითონ ამოყავს ზედაპირზე ის ლიდერები და აქტუალური ხდებიან და ეს მაინც მოხდება, ოღონდ მოხდება უფრო მწვავე ფორმით. უფრო მეტი ხახუნის ძალით, უფრო მეტი ტემპერატურით, უფრო შეიძლება სადღაც დაგვიანებით და ნაკლები ეფექტებით სახელმწიფოსთვის და ჩვენ ეს შანსები ხელიდან არ უნდა გავუშვათ. დიდი მადლობა ბატონ ჯონდი, ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, ესე იგი Facebook ნახვები ჩვენ გვერდს აქვს პრობლემა და ეს იგრძნობა აშკარად Facebook-ზე, თუმცა აი YouTube ამ შემთხვევაში აბალანსებს, იმიტომ რომ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი აქვს ეხა ჩვენს გადაცემას და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის. იმედია მომავალშიც ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა მეც სათვალო, ხშირად ვილაპარაკო. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს, ბატონი ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი, ვისაუბრეთ იმ აქტუალურ საკითხებზე, რაც შეეხებოდა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გააზიაროთ ვიდეო, მოიწონოთ, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და დაგვეხმაროთ უფრო მეტი აუდიტორიის მოცვაში. მადლობა დიდი და დაგემშვიდობებით ორ შაბათამდე ნახვამდის.